გუშინდელმა რიგით მესამე ენერგოკოლაფსმა თავად ქართული ოცნების ხელისუფლების აღიარებით გვაჩვენა, რომ თურმე ქვეყანას არ შეუძლია ავტონომიური არსებობა, თუ მისი ენერგოსისტემა არ არის დაკავშირებული აზერბაიჯანთან, რუსეთთან ან სომხეთთან. და ეს ტესტირება, რაც გუშინ ჩატარდა, დანაშაულებრივი ქმედება, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა როგორც ეკონომიკას, ასევე თითოეულ მოქალაქეს დენის მოულოდნელი გათიშვის გამო და ყოველი მოულოდნელი გათიშვა იწვევს ზიანს, მათ შორის ტექნიკურ ზიანს, მოწყობილობებისა თუ სხვა ფორმით, აი ამ უზნეო თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ექსპერიმენტის შედეგად ერთი დასკვნა მივიღეთ, რომ საქართველო ავტონომიურად ვერ ფუნქციონირებს. რომ მისი ენერგოსისტემა აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ვიღაცასთან. ასეთი რამ ბნელ 90-იან წლებშიაც კი არ ყოფილა. აი აქამდე მიიყვანა საქმე ქართული ოცნების კორუფციულმა და ანტისახელმწიფოებრივმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მათ შორის ენერგეტიკაში ჩადენილმა იმ მრავალმა დანაშაულმა, რომელსაც ჩვენ მის შედეგებს ვიმკით. 450 მილიონი აგერ თურქული კომპანიისთვის გადასახადი ფული, 139 რუსებს უხდით და გარდა ამისა მრავალი მათ შორის საინვესტიციო პროექტები გაჩერდა ხელისუფლების აი ამ კორუფციული გარიგებების შედეგად. ქვეყნის ენერგოსისტემა არის ამორტიზებული მათივე აღიარებით და სწორედ ტარიფების მომატება ამით ახსნეს, რომ თუ ტარიფები არ გაიზარდა და ფული არ შევიდა ენერგოსისტემას, როგორც გენერაციას, ასევე გადაცემას, ასევე დისტრიბუციას, მაშინ ქვეყანა ფაქტობრივად ჩაბნელდება. აი ეს გვამცნოს ემეკნა ჩვენ ნახევარი წლის წინ, როდესაც დენის ტარიფები გაზარდა და თავად მოახდინეს საკუთარი აი ამ დღევანდელი რეალობის, ასე ვთქვათ, ლუსტრირება. მაგრამ დღეს წინ დახვდათ უკვე. სხვაზე გადაბრალება კი არ არის და ვიღაც ასე ვთქვათ, მესაბოტაჟების ძებნა საჭირო. არამედ უკვე ამორტიზებული, დაზიანებული, არასწორად გამართული ქსელების შედეგი არის ის, რაც ჩვენ ახლა მივიღეთ. ეს შედეგი გამოიწვია სწორედ ხელისუფლების შეცდომებმა, დანაშაულმა, კორუფციამ და ამ დარგის მართვამ ისე თითქოს და იგი ყოფილიყო მათი ასე ვთქვათ საოჯახო ბიზნესის ნაწილი. ყველამ კარგად იცოდით, რომ 10 წელიწადია ანგრევს ყოვლად პარაზიტი კრიპტო მოპოვება ენერგეტიკას. 1 მილიარდ ელექტროენერგიას ჭამს, წარმოუდგენელია. 14 მილიარდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას აწარმოებს საქართველო და მარტო საქართველოს ტერიტორიაზე 1 მილიარდი სწორედ აი ამ პარაზიტი არაფრის მომცემი და ეკონომიკისათვის და ბიუჯეტისთვის არაფრის მომტანი აი ამ ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, მოხმარებაში მიდის. 750-ის ოფიციალურად. 9 მილიარდი კილოვატ-საათი მარტო გლდანში, რომელიც უფრო მეტია ვიდრე უზარმაზარი დიდი ქარხნები, უფრო მეტია ორჯერ ვიდრე მეტროპოლიტენის მოხმარება და რკინიგზის მოხმარება. და დაახლოებით ქუთაისის ტოლფასი მოხმარება ერთი გლდანის დინამო სტადიონის სირის ტერიტორიის ქარხანა. და დანარჩენი უკვე ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში, ფოთის ინდუსტრიულ ზონაში 30-მდე კრიპტოსაწარმოა და მის უკან ვინ დგას? ერთი ადამიანის გვარი არ ვიცით. ისევე როგორც მფარველობდნენ აი ამ call-centers ქართული ოცნების ბობოლა, ბიზნეს და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ელიტის წარმომადგენლები შოულობდნენ ასეულ მილიონებს და სწორედ მისი ნაირსახეობაა აი ეს კრიპტოინდუსტრია, რომელიც ქვეყანაში მხოლოდ შეღავათების წყალობით არსებობს. და აი ამას დამატებული აგერ სვანეთში 133 მილიონი კილოვატ-საათ ენერგიას მოიხმარს და თითქმის 1 მილიარდია. ხრავს შიგნიდან სისტემას, ანგრევს დღე და ღამე 24 საათი მუშაობს განუწყვეტლივ. ტვირთავს გენერაციას, აზიანებს ელექტროგადამცემ ხაზებს, იწვევს მათ ცვეთას, ამ ცვეთაში იხარჯება ფული, ფულს ხარჯავს სახელმწიფო, სახელმწიფომ რომ ფული დახარჯოს უნდა გაზარდოს ტარიფები, ტარიფებს იღებენ ბიზნესისა და ჩვენი ჯიბიდან. და ესე რატომ? იმისთვის, რომ ვიღაცამ მუხტად იშოვოს ფული ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესის ხარჯზე. დღეს უпроსად გუშინ გამოვლინდა ერთი მეტად საგანგაშო სურათი, რომ საქართველოს ენერგოსისტემა არის უკიდურესად მოწყვლადი, უკიდურესი რისკების შემცველი და საკმარისია
ის არ იყოს მიერთებული რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს ენერგოსისტემასთან და მოსალოდნელია ეს კოლაფსი. აი აქამდე მიიყვანა ქართული ოსნების აი ამ მმართველობამ საქმე მილიარდ ლარს სტადიონის აშენებაზე ხარჯავ. და როდესაც სავალალო მდგომარეობაშია იგივე ელექტროქსელები, იგივე თუნდაც რკინიგზა და პრიორიტეტად სტადიონის სტუდქალაქის აშენება მიგაჩნია სადღაც რუსთავის გზაზე 1 მილიარდის და სამთავრობო ასე ვთქვათ ჩინოვნიკებისათვის არსენალის მთაზე ასევე მილიარდის და მარტო აი ამ სამ პროექტში 3 მილიარდის ხარჯვას აპირებ. რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს, რომ აქ ფული კარგად ასე ვთქვათ იშოვნება და კარგი მოსაპარია. ელექტროგადამცემ ხაზებში როგორც ჩანს, ფულს ასე ვთქვათ მსუყად ვერ იპარავენ. პრიორიტეტები, რასაც ოსნების ხელისუფლებას ახავს, მათ პირად ინტერესებზე არის აგებული. ფეხებზე კიდიათ სახელმწიფო. და აი ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჯავარდით. ჯაბნელდა ქვეყანა. ბნელი ხელისუფლება აბნელებს საქართველოს. ამათ ხელში ქვეყანა ვერ განათდება.